მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. რეგიონებში კინოთეატრების არარსებობის გამო დამოუკიდებელი კინემატოგრაფები რეგიონებში დადიან და ფილმებს აჩვენებენ. ამჯერად ისინი ახალციხეს ესტუმრნენ. საქართველოს უმეტეს რეგიონში კინოთეატრი არ ფუნქციონირებს. საჯარო წყაროებში კინოთეატრის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში იძებნება. კინოთეატრი არ ფუნქციონირებს არც ახალციხეში. აქ მუნიციპალიტეტი ახალ დარბაზს აშენებს. სწორედ ინფრასტრუქტურის ნაკლებობის და ფილმებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გამო დამოუკიდებელმა კინემატოგრაფებმა გადაწყვიტეს რეგიონებს ესტუმრონ და მოქალაქეებს იშვიათი ქართული თანამედროვე ფილმები აჩვენონ. შემდეგ კი რეჟისორთან ერთად იმსჯელონ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოძრავი კინოთეატრი ახალციხეს ეწვია და ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ერთ-ერთი თანამედროვე ქართული ფილმის ჩვენება მოეწყო. შენ თავს უნდა დაუმტკიცო, რომ ეს ამას შეძრებ გადალახო ყველა ის ბარიერი, რაც გვხვდება და ხარ უკვე გამარჯვებული. ფილმის დასრულების შემდეგ კი დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ რეჟისორისთვის კითხვები დაესვათ და ემოციები გაეზიარებინათ. ვაჩვენებთ თანამედროვე ქართულ კინოს, რომელიც გაცილებით უფრო ცნობადი თუ პოპულარულია საქართველოს საზღვრებს გარეთ, ვიდრე საქართველოში. რადგანაც არსად აღარ არის კინოთეატრი და ამ დროს არ არსებობს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფესტივალი თუ კინოფორუმი, სადაც ქართული კინო არ იყოს წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ფილმს ვიღებთ და მიუხედავად ამისა, თანამედროვე ქართულმა კინომ დაიმკვიდრა თავი და ჩვენს მაყურებელს, საქართველოს მაყურებელს არ აქვს საშუალება, რომ ეს ფილმები ნახოს ეკრანებზე. რაც შეეხება კინოკლუბის შენობას, ახალციხის მერიამ კინოდარბაზის შენობის მშენებლობის ტენდერი 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა 5 კომპანიამ მიიღო. მერიას სამუშაოებისთვის ყველაზე დაბალი თანხა შპს MC გრუპმა შესთავაზა და ხელშეკრულებაც 4.700.000 ლარზე გაფორმდა. ახალციხის მერის ინფორმაციით შენდება ორსართულიანი შენობა, სადაც 250 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, კინოდარბაზი და მედიათეკა მოეწყობა. მშენებლობა რუსთაველის 124-ში მიმდინარეობს. იქ სადაც ახალციხის ექს-მერის ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, გასულ წლებში კინოდარბაზი საბჭოთა ჯარისკაცებისთვის იყო მოწყობილი. შენობის დანგრევა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 45.000-მდე ლარი დაუჯდა. მეფუტკრეობა, მოცვის კულტურა, კლიმატის ცვლილება ფერმერების საქმიანობაზე. კლიმატგონივრული კომუნიკაციისა და რეპორტინგის საერთაშორისო მედია კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსი ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა გამოაცხადა. მასში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, კონტენტ კრეატორები და სტუდენტური მედიები საქართველოდან და სომხეთიდან, რომლებიც კლიმატის ცვლილებებზე, სოფლის მეურნეობასა და გარემოს გამოწვევებზე მუშაობენ. საუკეთესო ქართულენოვანი ჟურნალისტური ნამუშევრის ჯილდო ევრონიუსის ჟურნალისტს ნანუკა მელაშვილს გადაეცა სიუჟეტისთვის, სადაც საუბარია მოცვის წარმოებისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების შესახებ. საერთაშორისო მედია კონკურსის საუკეთესო სომხურენოვანი ჟურნალისტური ნამუშევარი გახდა ალტევეს ჟურნალისტების ანჟელა სტეფანიანის და ხაჩიკ დანელიანის ნამუშევარი ფერმერები ჭიშკარს მიღმა, ხოლო ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის სპეციალური პრიზი გადაეცა სამირა ბაირამოვას. სიუჟეტისთვის, სადაც ქვემო ქართლში მეფუტკრეობის მიმდინარე მდგომარეობაზე, გამოწვევებზე და ინოვაციებზეა საუბარი. ორგანიზატორების თქმით, გამარჯვებულებს 2000 ლარიანი ფულადი პრიზი გადაეცათ. ჩემს საკონკურსო ნამუშევარს ეს იყო ვრცელი სერია კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ სოფლის მეურნეობაზე, რომელიც ნათლად აჩვენებს მართლა ფერმერების იმ ყოველდღიურობას, იმ ყოველდღიურ
პრობლემებსა და გამოწვევებს, რასაც აი ეს შეუქცევადი პროცესი წარმოშობს, ხო? არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურადაც და სწორედ აი ამ სერიაშიც ვეცადე რომ ნაცვლად მეჩვენებინა წლების განმავლობაში რამხელა ძალისხმევა და რამხელა შრომა არის გაწეული საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს დასავლელ მეგობრებთან თანამშრომლობით და ის სიახლეების, ტექნოლოგიების, ახალი ის სიახლეები, რაც სოფლის მეურნეობაში, განვითარებულ ქვეყნებში არის უკვე დანერგილი, როგორ ნაბიჯ და ეტაპობრივად ჩვენი პარტნიორების დახმარებით ინერგება საქართველოში. მინდოდა რომ ეს მეჩვენებინა და მინდოდა რომ ამის შესახებ მაქსიმალურად მეტი ფერმერისთვის და არა მხოლოდ ფერმერისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. აღიარება ჟიურის მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის, რომ აი ამ მიმართულებით, რასაც ყოველდღიურად რიგი მიზეზების გამო, თუნდაც ჩვენ მედია ვერ ვუთმობთ სათანადო დროს, мотивация იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დრო დავუთმო და კიდევ უფრო მეტად ვიმუშაო ამ მიმართულებით. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს წინას ახალწლებს 7 კაცა 20,000 ლარად მოიწვიოს. მუნიციპალიტეტმა ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში შესყიდვის დასადასტურებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. დოკუმენტის მიხედვით ღონისძიება 31 დეკემბერს გაიმართება. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.